გადავიდეთ რა ხდება მსოფლიოში, მსოფლიო რუკაზე, რა თქმა უნდა, ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ სირია რჩება. ეკონომიკური სანქციების პარალელურად რუსეთმა დაიწყო დამატებით სამხედრო ტექნიკის გადასროლა სირიის რუსულ ბაზებზე, Russia Today-მ დღეს გაავრცელა კადრები, რომლებიც ასახავს S-400-ის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემის სირიის სამხედრო აეროდრომზე ჩატანისა და განთავსების პროცესს. შეგახსენებთ, რომ ეს არის S-400-ის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემა. ერთ-ერთი ასე თქვა წამყვანი იარაღი რუსულ შეიარაღებაში. რუსეთის სამიზნეში დღეს მოექცა სატვირთო მანქანების დეპო, რომლიდანაც ხდება ტვირთების იმპორტ-ექსპორტი თურქეთ-სირიის ოპოზიციის დაქვემდებარებაში მყოფ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. როიტერის ინფორმაციით, ეს საჰაერო თავდასხმა თურქეთის ტერიტორიასთან განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ახლო რუსული იერიშია. როიტერი ავრცელებს ამ ინფორმაციას. More footage shows panic in the streets near the Turkish border. In a country where the war has already claimed the lives of some 250,000 people. Jets believed to be Russian target a depot for trucks waiting to go through a major Syrian jets have struck the area before, but if confirmed to have been carried out by Russia, it would be one of Moscow's closest airstrikes to Turkish territory, targeting a humanitarian corridor into rebel-held Syria and რუსეთი საჰაერო დაბომბებს აძლიერებს. ყველა მიმართულებით დღეს მათი სამიზნე გახდა კიდევ ორი ქალაქი, ეს არის ჰამა და იდლიბი, რომელიც სირიის ტერიტორიაზე და სირიის შეერაღებული ოპოზიციის კონტროლქვეშ იმყოფება. თურქული სააგენტოს გავრცელებულ კადრებში ჩანს ქალაქ იდლიბის მარეთ ელ-ნიუმანის რაიონი, სადაც რუსული ჭურვები ჩამოვარდა. მასალას, რომელსაც ახლა უყურებთ, ვიდეო ნიუსი ავრცელებს. ალლაჰუ აკბარ. طائرة حربية تقصف مدينة مارك نعمان بالصواريخ. დაძაბულობა გაიზარდა მაკედონიის საზღვარზეც, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ლტოლვილების ნაკადების ფილტრაცია დაიწყო. მოროკოელმა, ალჟირელმა და პაკისტანელმა ლტოლვილებმა საბერძნეთ მაკედონიის საზღვრის გარღვევას სცადეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით დასავლეთ ევროპისკენ გზის გაგრძელებას ამ ეტაპზე შეძლებენ მხოლოდ საომარი მოქმედებებიდან გამოქცეული ადამიანები, რაც მხოლოდ სირიის, ერაყისა და ავღანეთის ლტოლვილებს გულისხმობს. After Europe deciding to filter migrants, allowing conflict in Syria, Afghanistan, and Iraq to cross into the Balkans. More than 800,000 refugees and migrants have arrived in Europe by sea so far this year. და საინტერესო ამბები ხდება ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე, იქ გაიზარდა ჩინელი ტურისტების რიცხვი. ეს არის საზღვარი, რომელიც მდინარე იულუზე გადის. ამგვარი აქტივობა გამოწვეულია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მკაცრი რეჟიმის ოდნავ შერბილებით, რაც მდინარის კორეულ მხარეს მყოფი ადამიანებთან ურთიერთობის გადაღებისა და ნახევრად ლეგალური ვაჭრობის საშუალებას იძლევა. ჩინელი ტურისტები ჩრდილოეთ კორეელებისგან წყალზევე ყიდულობენ ადგილობრივ საკვებს, სუვენირებს და ჩრდილოეთ კორეულ საბანკო
აკმაყოფილებს. ამ მასალას ალ-ჯაზირა ავრცელებს. A chance to peer into the lives of their reclusive neighbours. Largely oblivious to the passing boats, daily life continues. But we haven't escaped the attentions of the traders who make a living from these relatively rich visitors, selling from their small boats. They didn't want to be filmed. This section of the river has become a floating market. And all under the gaze of border guards who don't seem to care. The North Koreans don't have much to sell, but our boatload of tourists seem to want what they do have. From food to cigarettes, we are soon stocked up. And then announced for sale North Korean banknotes. და ერთი ბოლო ინფორმაცია ამ სეგმენტში, რომელიც ახლახან გავრცელდა, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან ის უვიზო რეჟიმს გააუქმებს თურქეთთან. რაშე თუ ლავროვმა გააკეთა ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ და ეს იყო ბოლო.